ეს არის სტილის არხი, რადიო იმედზე. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. დილამშვიდობის მოგესალმებით, რადიო იმედის სტილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და კახა გალაშვილთან ერთად სტილის სპორტულ მოგესალმებით ზაზა. საკმაოდ დახუნძლული კვირა იყო, საინტერესო და სასიამოვნო შედეგები. ფეხბურთზე, კალათბურთზე, ჭადრაკზე, რაგბიზე ეს ძირითადი ჩამონათვალი, ალბათ ეროვნული ნაკრების მიღწევები და გუშინდელი დღის გახსენება შარშან ამ დროისთვის ერთი კვირის თავზე როგორი ეიფორია ჰქონდა, თუმცა ალბათ უნდა დავიწყოთ მაინც კალათბურთით. ნამდვილად, საქართველოს ნაკრებმა, როგორც პრინციპში მოსალოდნელი იყო, შეინარჩუნა B დივიზიონში ერთა ლიგის კალათბურთით დავიწყოთ საუბარი, კი ბატონო, დღეს რიგაში, ლატვიის დედაქალაქში B დივიზიონი კალათბურთში გაიმართება ევრობასკეტ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისხრა, როგორც ცნობილია მე-6-ე, ზედიზედ მე-6-ე. გავიდა საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე და სწორედ დღეს შევიტყობთ თუ ვინ რომელი ნაკრები იქნება ჩვენი მეტოქე. საქართველოს კალათბურთეთა ნაკრები არსებული რეიტინგიდან გამომდინარე მე-4 კალათაში მოხვდა, სულ 6 კალათა. და ასევე მე-4 კალათაში არიან თურქეთი, ფინეთი და ისრაელი, ანუ ეს გუნდები ჩვენი მეტოქეები არც ერთ შემთხვევაში არ იქნებიან ჯგუფში. რაც შეეხება სხვადასხვა საინტერესო კენჭისყრის წინა მონაცემებს, მასპინძლებს თითო პარტნიორი ქვეყნის არჩევის უფლება ჰქონდათ, ისევე როგორც წინა ევრობასკეტზე საქართველოს ჰქონდა როგორც ერთ-ერთ მასპინძელ ჯგუფური ეტაპისა და თურქეთი ავირჩიეთ როგორც ცნობილია. ამჯერად ლატვია ესტონეთი აირჩია, სწორედ რიგაში ითამაშებს ერთ-ერთი მასპინძელი ევრობასკეტისა ლატვიის დედაქალაქია და სწორედ შემდეგ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პლეი-ოფი ფინალის ჩათვლის სწორედ რიგაში გაგრძელდება. ფინეთმა ლიეტუვა მიიპატიჟა, ლიეტუვის ნაკრები ფინეთში ითამაშებს, ხოლო კვიპროსი კიდევ ერთი მასპინძელი ტურნირისა საბერძნეთს უმასპინძლებს, საბერძნეთი მიიწვიეს კვიპროსელებმა. ყველა ახლოს მიდის შორის არც ერთი. ახლოს ხო, აქ ტურისტული გათვლა, რაც უფრო ახლოს არის ბუნებრივია ქვეყანა, იმ ქვეყნის მუშამატკივრები უფრო მეტ ნიჩავლენ გვერდით, ისე როგორც თურქეთი იყო ჩვენი. მათი გადმოსვლა ადვილია. კი, რა თქმა უნდა. ცნობილია ისიც, რომ პოლონეთში ითამაშებს სლოვენია, ლუკა დონჩიჩის გუნდი. ეს იმ მიზეზით მოხდა, რომ მეორე კალათაში სხვა ვარიანტი უბრალოდ აღარ რჩებოდა. ლატვია, ლიეტუვა, სლოვენია, საბერძნეთი მეორე კალათა გახლავთ. ასევე გარკვეულია, რომ მე-6 კალათიდან შვედეთი და პორტუგალია ნებისმიერ შემთხვევაში A და B ჯგუფებში მოხვდებოდნენ. გარდა ამისა, ქვეყნებს შორის არსებული ვითარებაც პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე კვიპროსის ჯგუფში ვერ მოხვდება თურქეთი, რომელიც იმავე კალათაშია, რომელშიც ჩვენი ნაკრები როგორც უკვე აღვნიშნეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელებისთვის ლიმასოლში გამგზავრების შანსი კვიპროსში, ლიმასოლი ერთ-ერთი მასპინძელი კვიპროსის ქალაქი გაიზარდა შანსი, რადგან თურქები ნებისმიერ ვარიანტში რიგაში, ანაც პოლონეთში, კერძოდ კი პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში კვიპროსში. ამდენად ჩვენ რეალურად ორი ვარიანტი გვჩება, ხსენებული კატოვიცე და ლიმასოლი, ანუ ან ლიმასოლში ვითამაშებთ, ანაც კატოვიცეში. შენ რაზეც მიაქცია ყურადღება რის გამოც ახლო მეზობელ სახელმწიფოებს ირჩევენ, რომ გულშემატკივრები ადვილად გადმოვიდნენ და მხოლოდ ერთი საზღვარის, სახმელი თუ ხაზოვ საზღვარის გადაკვეთა დასჭირდეთ. ან ერთი ფრენა ამ ხრივ ალბათ ლიმასოლი ჩვენთვის ასევე შედარებით მარტივია, იმიტომ რომ პირდაპირ ფრენები გვაქვს კვიპროსისკენ. კი, ტერიტორიული სიახლოვე. არა, მაგრამ უბრალოდ პირდაპირ რეისი გვაქვს. პირდაპირ რეისი პოლონეთში შეიძლება თუმცა თავარი და რა თქმა უნდა გამორჩეულია თუ ვინ რა დონის ნაკრებები გვეყოლება მეტოქეები, რა თქმა უნდა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დღეს 5 საათზე, 17 საათზე რიგაში გაიმართება, დაიწყება წილისხრა ევროპის ჩემპიონატისა და შევიტყობთ საქართველოს ნაკრების მეტოქეებს. ფეხბურთზე გადავიდეთ. აღვნიშნოთ, რომ დღეს 27 მარტია და შარშან ამ დროს უკვე ის ეიფორია იყო, რომელიც 26 მარტის გადამწყვეტი მატჩის და პენალტების სერიის შემდეგ ჩვენ როგორც ემოცია, ჩვენ როგორც ისტორიაში პირველი შესაძლებლობა მოგვეცა ამას კიდევ ვერ ვათვითცნობიერებდით იმ მომენტისთვის ისეთი ეიფორია იყო მაშინ 26 მარტს ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების გამარჯვების
ერთ-ერთი საწინდარი იყო და ამ დღემ მოგვიტანა ის რაც მე ჩვენ ვიხილეთ ძალიან ბევრი ჩვენთაგანი შარშანდელ 26 მარტს აიგივებდა სიხარულით გამოწვეული ეიფორიას 1991 წლის 13 მაისის ტრიუმფს, თუმცა ძალიან დიდი განსხვავება საკლუბო ტურნირი იყო და საკლუბო ტურნირზე მოპოვებული გამარჯვება აქ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული საგზური, თუმცა ეს ანაკრებო ტრიუმფი იყო, რაც რა თქმა უნდა აღმატებულია საკლუბოზე, ეროვნული ნაკრები გავიდა კონტინენტის ევროპის ჩემპიონატის საგზური ამდენი დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად თაობების ოცნება, როგორც ფეხბურთელების, ასევე გულშემატკივრების, აი ამ ჩვენმა ბიჭებმა ახდინეს და ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ ბუნებრივიც არის, რომ საქართველოს ნაკრების ავტორიტეტი, საერთაშორისო ავტორიტეტი ამაღლდა და ზოგადად ჩვენი დონეც გაიზარდა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელების გამოცდილება და კლასი ამაღლდა, რამაც აჩვენა ახლა კი სომხეთის ნაკრები წინა კვირას მოპოვებულ გამარჯვებას გულისხმობ ჩვენზე, რა თქმა უნდა ძალიან სუსტია, თუმცა არც ესეთი სუსტი არ არის, რომ ასეთი იოლი გასეენება და გძალების დააზოგვით შეიძლება ითქვას, როგორც ერევანში, ასევე თბილისში იქნებოდა შტაბ-ეშტილება, რომ საქართველოს ნაკრებს კიდევ უფრო დიდი ანგარიში შეეძლო იქაც და აქაც მოგება, თუმცა არ დაამცირეს შეიძლება ითქვას მეტოქე და უფრო ექვსი თუ მისაღებია კიდე სხვა თემა. მაგრამ ორი მაჩის ჯამში 9-1 გამოვიდა. კი ბატონო. ზოგადად მაჩის მარტის პერიოდი ჩვენი საფეხბურთო ნაკრებისთვის ბოლო 2 წელია კარგი პერიოდია. შარშანას წელსაც მოსავლიანი მარტი გვაქვს. რა თქმა უნდა. ასე რომ საქართველოს ნაკრებმა შეინარჩუნა B დივიზიონში ადგილი, რაც როგორც უკვე აღნიშნეთ, გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო. და მოდი აქვე ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მოეხსენება, მაგრამ ვინც არ იცის, მაინც შევახსენებთ, რომ B დივიზიონში საქართველოს ნაკრების გარდა ითამაშებენ ასევე ავსტრია, უნგრეთი, ისრაელი, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, პოლონეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა და ისლანდია. ანუ არც ერთი ეს ჩამოთვლილი ნაკრები არ არის, თქვა, გრანდის კატეგორიას არ მიეკუთვნება, ანუ იმის გამსურს, რომ საქართველოს ნაკრებს კლავას ექნება რეალური შანსი, რომ დაძლიოს B დივიზიონი და უკვე ელიტაში A დივიზიონში დაწინაურდეს. განთესვა მოხდება წლევანდელი მიმდინარე ერთა ლიგის დასრულების შემდეგ, როგორც ცნობილია, ივნისში გაიმართება A ლიგის ნახევარფინალური მატჩები და შემდეგ ფინალური შეხვედრა და ამის შემდეგ მოხდება სხვადასხვა ანუ 4-ვე ლიგაში მოხვედრილი გუნდების განთესვა. ამ წუთისთვის საქართველოს ნაკრები 55 ევროპულ ნაკრებს შორის 26-ე პოზიციაზეა. და მესამე კალათაშია ჩვენი ნაკრები, სულ 4 კალათაა, სლოვენია, ირლანდია და რუმინეთი ამავე კალათაში მოხვდნენ, ანუ ეს გუნდები არ გვეყოლება მეტოქეებად. ჯგუფური ეტაპი კი 2026 წლის შემოდგომით გაიმართება, სექტემბერში დაიწყება, მომავალი წლის სექტემბერში და ისევე როგორც წელს მარტში უკვე პლეი-ოფი იქნება. ასევე ჩვენ სომხეთ-საქართველოს მატჩის პარალელურად ვაკვირდებოდით ნიდერლანდები ესპანეთის მატჩის შედეგებს, იმიტომ რომ მათგან გამარჯვებულს უნდა შევხვედროთ და მოკლედ ესპანეთი ისევ ჩვენ შეხვდება და სხვათა შორის ვილი სანიოლის პასუხით საინტერესო იყო პრესკონფერენციაზე, რასაც იქ ვიყავი და კითხეს, რომელს არჩევდით, რომლის გამარჯვებას ისურვებდით და პროფესიონალურად უპასუხა, იმიტომ რომ რომელიც გინდა მეტოქე იყოს, უბრალოდ ესპანეთთან უკვე რამდენჯერ ვითამაშეთ და მრავალფეროვნებისთვის კარგი იქნებოდა თუ ჰოლანდიაო, მაგრამ ვიცი, ახლა ისეთი ძლიერი შემადგენლობით არის ესპანეთის ნაკრები, რომ რთულია მათთან თამაში. ისე საჩუქარი არც ნიდერლანდებია, რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგრამ მართლა მრავალფეროვნებისთვის მეც მართლა ვისურვებდი, რომ ესპანეთი ნიდერლანდების ნაკრებს ისე იმდენი ხომა გიყავს, რომ ნიდერლანდების აქ ჩამოსვლაც გვენდომებოდა და თორე ესპანეთი და ნიდერლანდები არც ერთი ჩემი აზრით ესპანეთი დღესდღეობით ევროპის მასშტაბით უძლიერესი და მით უმეტეს თაობა ყავს და ლამინ იამალის მსგავსი ფეხბურთელი კიდე ერთ-ერთი სახია, როგორი პერსპექტივა გააჩნია ესპანეთის ამ ნაკრებს, რომელიც დღესაც ძლიერია. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ახლა რაც ჩვენთან სომხეთთან მატჩის შემდეგ მოხდა გულშემატკივრების სტადიონზე შესვლით არ დასრულდა და შემდეგ მეტოქე გუნდის კომაგებთან
აი ამ რაღაცა სიტყვერთ ბოქების სროლაში გადავიდა და ხო ყველას გვაქვს იმედი რომ ეს არ აისახება იმ ისეთ სანქციაზე რომელიც მომდევნო მატჩის კომაგების გარეშე ჩატარებას გულისხმობს და სამწუხაროა რომ აი ესეთი დაუფიქრებლობა იყო იმ ადამიანების მხრიდან ვინც თავის შეიძლება ემოციიდან გამომდინარე საბოლოოდ ასეთი სახე მისცა ყველაფერს და მე წელი სტადიონზე რა ვიყავი და რაც მე შემომჩნიე ვინც აი გამოიქცა სტადიონზე იყვნენ შედარებით პატარები თინეიჯერის ასაკის და მე მგონია რომ სტიუარდები არ იყვნენ ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი იქ როგორ მოხდა რომ ასეთი ხო ესეც რაღაცა იყო ეს ბავშვების გატარება თვითონ იმ ბავშვებს რა თქმა უნდა ეს შეგნებული არ ექნებოდა არა ის ასაკია რომ ვერ გაანალიზებ იმას რომ იქ შეგნებულად მოხდა არა ეგეც ითქვა კი რა თქმა უნდა მაგრამ ის რომ აი რა შეიძლება მოყვეს თქვათ იქ ფედერაციის ნაკრების სტადიონის დისკვალიფიკაცია რაც იმოქმედებს ზოგადად ქართული ფეხბურთის იმიჯზე ეს არ იქნება ასეთი ანგარიში დგა მარტში დასრულებული შენი სიტყვა სპორტულიც საქომაგოც ითქვა დასრულებულია ყველაფერი ირიბად მოყვა ის ერთ მომენტს, როდესაც კომაგი გადავიდა და ხვიჩა კვარაცხელიასთან მიიჭა და თითქოს იოლად გაატარეს ეს. ნუ როგორც უნდა აბა რა უნდა ეკნათ და ესე იგი თუ შეიძლება რომ ის გადავიდეს და თქვა მიიჭრას იმის მერე დასავლეთ ტრიბუნაზე ხო ვიჯექი და იმის მერე ჩანდა და ორჯერ იყო მცდელობა და ორივე აღკვეთეს, მაგრამ ნახე იქ აშკარად როდესაც ჯერ აღმოსავლეთის ტრიბუნიდან გამოიქცნენ ბავშვები თამაშის შემდეგ და მე აქითა მხრიდან აშკარად ამ რაოდენობას ერთბაშად ვერ გაუმკლავდნენ და მესმის შენც მითხარი რომ ნუ ასეთი ამბები ხდება ახლა სტადიონზე და მით უმეტეს გამარჯვების ემოციაა და დაახლოებით ასეთი იყო 26 მარტსაც ხო თუმცა არავინ არ მისულა არანაირ მეტოქესთან ხო არავის ეცალა და არავის ცხელოდა ამისთვის მაგრამ იმის თქმა მინდა რომ სტიუარდებს მინიმუმ უფრო მეტი პასუხისგებლობა უნდა აიღოთ და ამ ხრივ ორგანიზატორებს და ყურადღება მიექციათ მინიმუმ თქვათ იმ ტრიბუნისკენ სივრცე დაეკავებინათ და დაეჭირათ რომელიც კომაგებს ჰქონდათ მეტოქებული სიამოვნო ფაქტია და ეს თავიდანვე ჩანდა უკვე რომ აქ რაღაც შეიძლება მით უმეტეს გაფრთხილება უეფას განა. თან როგორი მომენტი იყო იცი კახა მე ხო იქ ვიყავი ვაკვირდებოდი რომ ესენი ხო გამოიქცნენ მინდორზე იყვნენ და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები როგორც წესი ყოველთვის მატჩის შემდეგ მიდიან და კომაგებს მადლობას უხდიან. აი ეს პროცესი რო დაიწყო იქ იმდენი ხალხი მოგროვდა რომ ფეხბურთელები იძულებული გახდნენ რომ გასულიყვნენ თან მე მგონი ეუბნებოდნენ კიდევაც გადით. ნუ გავიდნენ და ერთადერთი კაშია დარჩა რომელიც აი ამ ბავშვების თანხლებით წავიდა კომაგებისკენ. ნუ იმათ მადლობა უთხრა და მე წამოვიდა აუჩქარა ფეხზე მე გადის იმიტომ რომ ისეთი სიტუაცია იქნებოდა რა და მე ეს კომაგები ეს სტადიონზე გამოსულები დარჩნენ ისე აი რა ეკნათ რაღაცა უნდა ემოქმედათ და მე მივდივართ აქამდე ხო მოკლედ საქართველოს ნაკრებს იმედია რომ კომაგებს არ აუგზალავენ მომდევნო მატჩზე დასწრებას არ ვიცი რა უნდა გადაწყვეტილება უახლოეს მართ საქართველოს ნაკრები ძალიან ცუდი ფაქტი იყო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გამართობს თურქეთთან თუ სად გაიმართება ჯეჯირობით უცნობია აი მაგ თამაშია საუბარი რომ შეიძლება თურქეთთან გულშემატკივარი ან თქვა რაღაც შეზღუდული რაოდენობით დაუშვან რა თქმა უნდა ასეთ თამაშიდან ჩვენთვის და ზოგადად სამხრეთული და პრინციპში არა მარტო სამხრეთული ქვეყნებისთვის საშინაო არენას მშობლიურ კომაგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს წარმატებაში და ეს ჩვენი ნაკრებისთვის თუმცა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უეფამ ეს ჩვენი ბრალი იქნება ჩვენი შეიძლება ჩემი და შენი და უბრალო გულშემატკივრის არა ვთქვათ ვინც ეს მიიყვანა აქამდე მაგრამ ნაკრები მაინც ჩვენი ბიჭები ბოლომდე გაისარჯებიან და ბოლომდე ითამაშებენ თურქეთთანაც შემდეგ ბულგარეთთანაც კომაგების გარეშე თამაშის კატასტროფული შედეგი კოვიდის დროს მე მახსოვს და ძალიან მტკივნეულია შენთვის პირადი იყო მეც იქ ვიყავი და ასე შემდეგ მაგრამ მე კახა აქვე მინდა გამოვეხმაურო ერთ კარგ რამეს რომ ბევრი მიმართულებით საფეხბურთო კომაგობის თვალსაზრისით რამდენად გაზრდილია საზოგადოება კარგი გაგებით ვამბობ ამ სიტყვას და რამდენად უკვე სხვა მოცემულობაში ვართ იმიტომ რომ ასეთი რამ არ ვიცი მე ასეთი მასშტაბური არ მახსოვს როდესაც აი ამ რაოდენობის ბავშვები ნუ მეტი წილი მე ვის თვალში მოხდა თინეიჯერი იყო არ ვიცი ხლა იქ მე უფრო მაღალი ასაკის ვინ იყო მაგრამ ამდენი მოედანზე რო იყვნენ და მე აი ამ ფაქტებს რო ქონდა ადგილი მთელი ვინც კი დარჩენილი იყვნენ კომაგები ტრიბუნებზე კომაგებისა და სხვა გულშემატკივრების ჩართულობით ყველანი ერთბაშად გაიძახო და ორ სიტყვას
სირცხვილია და გამოდით. ნუ შეგნებული ადამიანები უფრო მეტი იყო, ეხა იქ და კომაგებმა მიანიშნეს კიდევაც, იმიტომ რომ მათკენაც წავიდა რამდენიმე და ისინი ხვდებიან ამის და ასეთი გაანალიზება ალბათ ხო, ნუ შედეგია იმისა, რომ ჩვენ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, ძველი თაობისაც და თქვა უახლესი ყოველთვის გამოირჩეოდა, თქვა იშვიათი იყო, რომ თქვა აქ იყო შემთხვევები, რა თქმა უნდა, ინციდენტები მეტოქე გულშემატკივრის ამაზე უარესები ხდება, თქვა აი ჩვენი ზახით განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშიც და სამხრეთ ამერიკაშიც საერთოდ საშინელებები ხდება. ეს ფეხბურთის ნაწილია ეს ყველაფერის, მაგრამ როცა არის იმის აუცილებლობა არ არის იმაზე, რომ თქვა შეიძლება დააზარულო ზოგადად ფეხბურთი ნაკრები და ნუ ეს აუცილებლობა წყალებია, შეიძლება შენ წააგო და ვიღაცამ ემოცია გამოხატოს, ვერ მოთოკოს და ასე შემდეგ, მაგრამ როცა შენ მოედანზე თქვი ყველა სიტყვა, აბსოლუტურად ყველაფერი, ტაბლოზე გაქვს 6-1 დამთავრებულია შენი ღირსება, რაც არ უნდა იქ იყო საუბარი, რომ პროვოკაცია იყო და ასე შემდეგ და როცა ასე ვიღაცა შეიგინება ან ასე შემდეგ, პროვოკაციის ნაწილია და შენ ყველაფერი საქმე გაკეთებულია, შენი ღირსება სწორედ იმით უნდა შეინარჩუნო, რომ ანგარიშით 6-1-ია და არ აყვე არანაირ პროვოკაციას თუ აყევი საერთოდ. ან შენ არ უნდა შექმნო თუ შენ შექმენი. არა აქვს მნიშვნელობა, ფაქტია ის რაც იყო ძალიან ცუდია და აი ეს შეგნება და დამოკიდებულება, რომ მთელი სტადიონი დანარჩენი მოუწოდებდა და მათ სწორი ქმედებისკენ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი რამ. ახლა ჩემი აზრით სანამ გვანიშნებს თამარი რომ დრო კიდევ უფრო შეგემცირდათო, კი ვაქვს დრო, მაგრამ ხონდა მოვასწროთ საუბარი. ჩემი აზრით ალბათ უნდა გამოვეხმაუროთ კახა იმ მიმართულებასაც, რომელიც ჩვენი საფეხბურთო ნაკრების სოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შესაძლებლობას უკავშირდება და 2026 წელი, ანუ მომავალ წელს 11-დან 19 ივლისი ამერიკა, კანადა და მექსიკა იქნება ის ქვეყნები ამერიკის კონტინენტი. ამერიკის კონტინენტი და მოკლედ თუკი ხალხი რაღაცა სხვადასხვა მეთოდებით ესპანეთიდან, ბოდიში მექსიკიდან ცდილობს ამერიკაში მოხდეს, აგერ საფეხბურთო ფორუმი სამივე ქვეყანაში გაიმართება და რაღაცა ლეგალური მიზეზი თუ საშუალება იქნება, რომ თამაში საყურებლად წავიდნენ და შემდეგ ისევ დაბრუნდნენ. ეს იქნება პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ხო? გაზრდილია 16 გუნდი, თუ წინა კატარის მუნდიალზე 32 ნაკრები იყო, ახლა 48. ევროპული 16 გაიზარდა, ხო? ევროპული კი გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ 3 გუნდი, 3 კოტა დაემატა. 3 ნაკრები ითამაშებს, მხოლოდ 3 ნაკრები დაემატა. და ახალი რეგლამენტით წარიმართება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპის ზონაში. თუ წინა შესარჩევში 10 ჯგუფი იყო, 5 და 6 გუნდიანი ჯგუფები, ახლა იქნება 12 ჯგუფი, 4 და 5 გუნდიანი. ჩვენ 4 გუნდიან ჯგუფში მოხვდით, როგორც ცნობილია და ესე იგი ჯგუფების გამარჯვებულები, ანუ 12 ნაკრები პირდაპირ გაინაღდებს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას და მეორე ადგილზე გასულები უკვე დამატებით პლეი-ოფში მიიღებენ ანუ შანსი აქაც არის. ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ შანსი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში შესარჩევ ეტაპზე, ხა სექტემბერში რო იწყება, ესპანეთთან რომ მოხვდით, თურქეთთან და ბულგარეთთან, დავიკავოთ პირველი ადგილი, გავუსწროთ ესპანეთს. თურქეთს გასაგებია, თუ ეს ასე არ მოხდა, მეორე ადგილი მაინც რომ დავიკავოთ და უკვე პლეი-ოფში გავიდეთ. ნუ ამ მოცემულობის მინიმუმ ბულგარეთთან მაჩების ხო, ნუ ეგ ის არის და მოკლედ მეორე ადგილზე თუ გავედით უკვე ამ 12 ნაკრებს, რომლებიც მეორე ადგილზე გავლენ, დაემატებათ მიმდინარე წლევანდელი ერთა ლიგის 4 საუკეთესო ნაკრები. ხო? იქ მე არის ახლა თუ თქვათ პირდაპირ ესპანეთმა თქვათ მოიპოვა ასპარეზობის უფლება მსოფლიო ჩემპიონატის არჩევი ეტაპიდან შემდეგი გუნდი მის შემდეგ მომავალი რეიტინგიდან მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში ერთა ლიგიდან საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი უკვე აღარ აქვს. და ეხლა გრჩება ეს მსოფლიო ჩემპიონატი. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ევროპაში უკვე დაიწყო, წინა კვირაში გაიმართა. იმ ჯგუფებში სადაც 5 გუნდია, სადაც 4 გუნდია, მათ შორის ჩვენ ჯგუფში დაიწყება სექტემბერში, მაგრამ მანამდე, ანუ ოფიციალურ სექტემბრის მატჩებამდე არის კიდევ ერთი სანაკრებო ფანჯარა, ეს არის ივნისი. 2-დან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება ეს ერთა ლიგის A დივიზიონის, ანუ ელიტური
დივიზიონის ნახევარფინალური მატჩები, შემდეგ ფინალი, გერმანია უმასპინძლებს აი ამ 4 ფინალს და ასევე გაიმართება 5-გუნდიანი ჯგუფებში მეორე ტურის მატჩები. ჩვენ ოფიციალური მატჩებიდან სექტემბრამდე საქართველოს ნაკრები თავისუფალი აქვს რჩება, სანაკრებო ფანჯარა გამოვიყენოთ მაქსიმალურად დატვირთულად, ანუ 2 ამხანაგური მატჩი ჩატარების უფლება გვაქვს და როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მხოლოდ ჯერჯერობით ერთი მეტოქეა ცნობილი. ეს არის ფარერის კუნძულები, რომელსაც თბილისში ვეთამაშებით. ფარერის კუნძულებთან ჩვენ გვაქვს ნათამაშები 2008 წელს, როდესაც ტოპ-მეოლერი იყო ჩვენი ნაკრების მწვრთნელი და სხვადასხვა როგორც სომხეთის ნაკრებს 2 მატჩი ჯამში ფარერებსაც 9-1 მოვუგეთ, იქ 6-0 თბილისში 3-1, თუმცა ის ფარერები რაც მაშინ იყო დღევანდელთან შედარებით ოდნავ ამაღლებულია დონე, ზოგადად ეს ცნობილი ფრაზაა, რომ მსოფლიოში ფეხბურთის დონე გათანაბრდა ყველა ამ ქვეყანას, სადაც მეტნაკლებად ეკონომიურად ძლიერია. ბუნებრივია სპორტის მხრივ სპორტში ძიდება გარკვეული თანხები და ხდება განვითარება, მით უმეტეს ფარერებში ძალიან ბევრი ნატურალიზებული ფეხბურთელი ყავთ, იგივე მეზობელი ქვეყნებიდან და ასე რომ ეს სპარკი სასურველი იყო, რა თქმა უნდა, რომ ძლიერი სპარინგ პარტნიორი ყოლოდა, თუმცა როგორც უკვე აღნიშნე, ეს არის სანაკრებო ფანჯარა ოფიციალური მატჩების და ბევრ ნაკრებს ოფიციალური მატჩი აქვს და ასევე ამხანაგურის დაბევებული ყავთ უკვე მეტოქეები. და კიდევ ერთი ესეთი ფაქტორი ჩვენთვის არც თუ სასიამოვნო 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი იწყება, ანუ ვილისანიელს ახალგაზრდების გამოძახების შანსიც არ ექნება იმ ახალგაზრდების, რომლებიც ახალგაზრდულ 21 წლამდელთა ნაკრებში ითამაშებენ. ასე რომ ჩვენ ახსენე იმაზე, რომ ფრაზა სოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში ფეხბურთის დონე ასე თუ ისე გათანაბრდა, ეს პროცესი მიმდინარეობს და ამ მხრივ საინტერესო იყო ჩვენი მეზობელი სომხების შეფასებების, რომლებიც ძალიან უწყრებობიან საკუთარ ფედერაციას და ის ინციდენტი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, მე ვიდეოს გავრცელდა, როგორ არ ვიცი ახლა რა საუბრობდნენ სომხურად, მაგრამ როგორ მიმართავდნენ ძალიან გავდა ქართულ გინებას. კი, ეს მაგარი იყო და ნეგატიურ კონტექსტში. ხო, სავარაუდოდ ნეგატიურ კონტექსტში მიმართავდნენ საკუთარი ფედერაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე დასავლეთ ტრიბუნაზე ლოჟისკენ ისხდნენ და ხო, ეს ალკე ამბავია, რომ ძალიან გავდა ქართულ გინებას და არის საუბარი, რომ ამანაც გამოიწვია ეს აღშფოთება და ამ შემდეგ, მაგრამ იქ ძალიან უსვამენ ხაზს ჩვენი მეზობლები იმას, რომ როდესაც იგივე ლევან კობიაშვილი ხდებოდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მაშინდელი სომხეთის ნაკრები ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე ახლა არის და აგერ 10 წლიანი მუშაობის შედეგი არის ის, რაც ვეტერანმაც აღნიშნა და ჟურნალისტებმაც, რომ ხო, და ამ მხრივ მათ შესაძლებლობები გაუშვეს. ესეთი რაღაც ფრაზაც იყო, რომ საქართველოს ნაკრებიო, ეროვნული ნაკრებიო, მხოლოდ აისბერგის წვერი არისო, მან საქართველოში რამდენი სამუშაო გაკეთდა ეს სამუშაო მართლა სამის მაგრამ ეს ბოლო 10 წელი წინა 20 წლის მინიმუმ ასე ვთქვა და ესეც შედეგია, ხო? და გაგრძელება დაემთხვა ასევე რომ თაობა წამოვიდა, ნიჭიერი თაობა. არის ახლა ჩვენაერ პატარა ქვეყნებში ასეთ სათამაშო სახეობებში და არა მარტო თუნდაც ინდივიდუალურ სახეობაში, შეიძლება წამოვიდეს თაობა, აი კალათბურთში რომ იყო იგივე ვთქვათ, ფაშულიას, სანიკიძის, მარკოიშვილის ბოისების და ეს ნიკას კიტიშვილის ეს თაობა წამოვიდა ის რომ ვთქვათ იმ პერიოდში ნაკრების მწვრთნელები ვინც იყვნენ სხვადასხვა აი არჩევანი ჰქონდათ ისეთი რომ აი ლავირების საშუალება ეძლეოდათ დღეს კარგი ნაკრები ყავს, კარგი გუნდი ყავს, თუმცა ამერიკელი ლეგიონერები როგორც ცნობილია ვერ ახერხებენ ჩამოსვლას და ფაქტობრივად ტონიკე შენგელიას იმედად არის ნაკრები, რა თქმა უნდა, სხვა ბიჭების გარჯაც არ უნდა დავივიწყოთ, ყველანი კარგები არიან, თუმცა გამოკვეთილი ლიდერი არის შენგელია, როდესაც წინა თაობის იგივე ფაჩულიას ნაკრებში ნებისმიერ შეეძლო ლიდერის ფუნქციის აღება და თავის თავზე თვირთვა, თქვათ ამა თუ იმ მატჩში, სადაც თქვათ ნაკრებს უჭირდა, თქვათ შეიძლება ერთ-ერთ ლიდერს თამაში არ მისდიოდა, იქ შეიძლება ლიდერობა იგივე ბოისას აიღო, თქვათ სანიკიძეს აიღო, მაგრამ დღეს ესეთი ფუფუნება აღარ გვაქვს. ასეთივე სიტუაცია ფეხბურთში, ეს თაობები ყოველთვის და ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის ყავდნენ, ჩვენც არაერთხელ აღვინიშნავს ეს, თუმცა ეს თაობა განსაკუთრებულია უბრალოდ იმიდან, რომ ის მსოფლმხედველობა და ის მიდგომა საქმისადმი რომელიც მათ განსაკუთრებით უცხოურ კლუბებში აითვისეს და მათი
შეხედულება და საქმისადმი მიდგომა უფრო შეიძლება ითქვას პროფესიულია, თქვათ. თორე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ საშემსრულებლო ოსტატობით შეიძლება ის წინათაობები ნაკლები თორე უკეთესებიც იყვნენ. დეფიციტი ჩვენ გვისაუბრია, რომ არც ერთხელ პრინციპში არ ქონია. მთავარი იყო ამ შესაძლებლობის გამოყენება, რეალიზება და სისტემური გრძელვადიანი ათვისება, რაც იყო ჩვენი პრობლემა. ის რაც სომხეთის ვეტერანმა სომეხმა ფეხბურთელებმა და თქვათ ჟურნალისტებმა აღნიშნეს ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის პირადად რომ უცხო მხრიდან მოხდა ამის დანახვა და აღიარება. სხვა შეფასება, სხვა თალით უყურებს ჩვენ კიდე სხვა. ნუ რა თქმა უნდა სამუშაო ძალიან ბევრი იგივე ეროვნულ ჩემპიონატში მაყურებლების დასწრებიდან დაწყებული თქვა ეროვნული ჩემპიონატის ეროვნული ლიგის დონის ამაღლება. აი ესეც რომ მოხდეს ეტაპობრივად მაშინ შეიძლება ითქვას უკვე ძალიან სასიამოვნო იქნება პირადად ჩემთვის რომ ფეხბურთელების გარკვეული პროცენტი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული იყოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან. დღესდღეობით ამას უკვე დრო უნდა. ხო, კი, აი ეს როგორც ეტაპობრივად. კი, ამას დრო უნდა. ჩვენ ისიც გვახსოვს კახა, რომ ძირითადად ფეხბურთელები აქედან იყვნენ და სულ იმას გაიძახოდნენ, რომ ეს არის პრობლემა, გასაგებია, რადგან დონი არ აქვს და დიდ კლუბებში რო არ თამაშობენ და მინიმუმ საშუალო დონის კლუბებში გამოსვლება არ აქვს და ამ შემდეგ და ახლა ჩვენ დიდი კლუბები და საშუალო დონის კლუბები, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში არ გვაქვს დეფიციტური და პირიქით გვაქვს პერსპექტივა, რომ ეს განვითარდეს. მარტო იგივე ლივერპულში უკვე გადასვლა მამარდაშვილისა რა დღირს მე აღარაფერს ვამბობ დანარჩენებზე. ერთი ამბავი სპორტინგს შეიძლება ლისაბონის სპორტინგმა წაიყვანოს ბიჭი ლევანტეში თამაშობს საშუალო დონის ქვედა ლიგაში ესპანეთში მაგრამ საოცრად თამაშობს. გამორჩეულია მართლაც ამ ჩვენების შესაძლებლობა გაიხსნა და ევრო 2024-მა მათი ცნობადობა ამ კუთხითაც გაზარდა. რეიტინგშიც აგვეხმარა და უკვე აღარ ვართ იმ მდგომარეობაში. გახსოვს ჩვენი ნაკრების მეკარე ლორია, რომელიც იხსენებს ინტერვიუს, რომ ჩელსის თუ არ ვწდები უნდა და მისი ყიდვა, ძალიან იყო ეს მომენტი, სერიოზულად ფიქრობდნენ და რამ შეუშალა ხელი ერთ-ერთი მიზეზი რეიტინგი ჩვენ არა ვარ ჩვენი ნაკრები არ იყო იმ დონის რეიტინგში რომ პრემიერ ლიგაზე მისი დაშვება ფორმალურად მომხდარიყო. უკვე აი ეს კატასტროფული ბანალური მიზეზი მინიმუმ არა გვაქვს სხვა დანარჩენზე აღარ ვსაუბრობ. ჩვენ ამერიკის კონტინენტი ვასედეთ სადაც 26-ში უკვე გავარკვევთ ვინ ითამაშებს და ასე შემდეგ, მაგრამ მე მინდა გამოვეხმაურო, რადგან ამერიკის კონტინენტი ვახსენეთ და იქაური ფეხბურთი იქ მომხდარ დიდ ამბავს, როდესაც ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები არგენტინამ დამარცხა მესის გარეშე, ხო, მესის გარეშე დამარცხებული არგენტინა და საერთოდ არავინ არ ელოდა პრინციპში ბრაზილიელების ასეთ მარს და ბრაზილიელებისთვის ეს მოულოდნელი იყო აშკარად. ხო, ნუ დღესდღეობით არგენტინის ნაკრები მთელი თავით აღემატება ბრაზილიას. ეს თვითონ მე ვფიქრობ, რომ მწვრთნელი ლიონელ სკალონი არის ძალიან კარგი სპეციალისტი გამოდგა, მით უმეტეს იმისა, რომ უამრავი სკეპტიკოსი ყავდა მის დანიშვნის დღიდან, რომ ის ვერაფერს ვერ მიაღწევდა, რომ მას ავტორიტეტი არ ექნებოდა, ვთქვათ, ნუ მესიზე არ არის საუბარი სხვა ვარსკვლავებთან შედარებით. თუმცა სკალონი მოახერხა რა ფაქტობრივად ყველაფერი მოიგო, სადაც ამერიკის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი და ყველგან არის გამოკვეთილი ფავორიტი. და ეს ვარსკვლავური თეორია ერთი დონეზე კომუნიკაციის უნარი შეიძლება რომ მესის გარეშე მოუგო. ანუ არგენტინაში არის არგენტინის ნაკრები არის გუნდი, რომელსაც ვთქვათ მესის გარეშე გამოკვეთილი, ეხა ეს გასაგებია დიდი ტურნირზე სხვა დამატებითი რეალობა. თუმცა გუნდი შეკრულია ისე რომ შეუძლია ნებისმიერი მეტოქის არამარტო დამარცხება, განადგურება. ბრაზილიის ნაკრებს ყავს არაერთი ვარსკვლავი, ხო, იგივე ვინისიუსი, თქვათ, იგივე რაფინია, სხვადასხვა ფეხბურთელები. რაფინია, რომელსაც სასწაული განცხადება ჰქონდა არგენტინის მატჩთან მიმართებაში, რამ გადარია ასე ვერ ხვდები და მიიღო კიდევაც თავისი და იმედი მაქვს რომ ხო და ბრაზილიას ვერ მწვრთნელის ბრალია თუ თვითონ არ შექმნილი ვითარება როგორ არის არავინ არის ფაქტია რომ არგენტინამ გაინაღდა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის გასვლას რა თქმა უნდა დროის საკითხია. უბრალოდ აქ იყო პრესტიჟის ამბავი იყო და კიდე ერთი დეტალი. ბრაზილია მიუხედავად ამდენი ვარსკვლავებისა ვერ მოვიდა იმ კონდიციაში რომ ამდენი ვარსკვლავის გამოყენებით გუნდურად ითამაშოს და გუნდი შეიკრას. მაგრამ არგენტინა რომელსაც ასეთი თქვა სხვა ფეხბურთელებისგან დიდად განსხვავებული იგივე მესი ყავს. ნუ ალბათ მისი პერსონალური თვისებებიდან გამომდინარე არის ის რომ ის ახერხებს აი ამ სიბრტყეზე ყოფნას და
მანქანა მუშაობს, არ არის აწყობილი ერთ ფეხბურთელზე, არამედ ეს ერთი ფეხბურთელი ამ გუნდს ეწყობა და რამხელა ავტორიტეტი და პატივისცემა აქვს ეს ყველაფერი ბრაზილიის ნაკრებში როგორც ბრაზილიური პრესა წერს არის ასეთი ცნობილი პრობლემაში და დაპირისპირების მხრივ და შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ შევადარებდი იგივე სომხეთის ნაკრებს, სადაც სომხეთის ნაკრებზეც იყო საუბარი, რომ თქვა სომხეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებსა და თქვა იგივე რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის არ არის ესეთი მეგობრული კომუნიკაცია, საუბარი არ არის იმ წყვილებზე. შეიძლება ეს ახლა ამ თამაშების მერე ასეთ ზედმეტი ემოციური შემოსება მართალია არ ვიცი ჩვენ ბევრი წლებია ასე არისო თვითონ წერენ სომხური პრესაში წერენ და ბრაზილიაში თქვა არის შიდა ბრაზილიის ნაკრებში ხა როგორც იწერება შიდა დაპირისპირება და ეს უშლის გუნდს ბუნებრივია თუ ეს ამას რომ მიაღწია და მსგავსი პრობლემები არგენტინაში რომ არ არის თქვა აგერ კონკრეტული მაგალითი. ახლა გვანიშნებს თამარი რომ დრო იწურება, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოეხმაუროთ რაგბის თამაშს, რომელიც არის დანიშნული 29 მარტისთვის და უთხრათ რადიო მსმენელს ალბათ უნდა შევახსენოთ რომ რაგბიში საქართველოს საფრანგეთის 18 წლოვანთა ნაკრები ითამაშებს ამხანაგური მატჩი არის ტესტ მატჩია ავჭალის სტადიონზე გაიმართება 4 საათზე 29-ში და ალბათ კომაგებმა უნდა გაითვალისწინონ ეს შესაძლებლობა. მადლობა თამარ სულ ეს იყო დროებით რადიოების 11 საათიანი საინფორმაციოს შემდეგ შევხვდები კვლავ მსმენელს მე კი მოგვიანებით 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კიდე ხვალ დილას 9 საათიანი საინფორმაციო შემდეგ განახლდება აუცილებლად სპორტის დილის მიმოხილვა იქნება შენ მინიმუმ სტუდიაში იქნები მადლობა დროებით წარმატებები